რატომ მე? მე ხომ ჯერ კიდევ 25 წლის ვარ. მე ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება წინ მაქვს. ასეთი იყო რეაქცია ქალისა, რომელიც ავად იყო ლეიკემიით და დარჩენილი ჰქონდა სიცოცხლის 1 წელი. რატომ იყო ასეთი მძიმე დარტყმა ქალისთვის ინფორმაცია, როცა მან გაიგო, რომ მოუწევდა მალე სიკვდილის წინაშე წარდგენა? პასუხი ცხადია, მას უნდოდა არსებობა, ამავე დროს თვლიდა, რომ მალე მოუწევდა არარსებობაში წასვლა. შეცდომით გაიგივება საკუთარ სხეულთან, ის ფიქრობდა, რომ მისი არსებობა 25 წლის წინ დაიწყო და 1 წლის შემდეგ დასრულდებოდა. ვინაიდან სხეულების უმეტესობა სულ მცირე 60-70 წელი ფუნქციონირებს, ის თვლიდა, რომ მისი ცხოვრების დანარჩენი 40 ან 50 წელი მოიპარეს. მაგრამ ამ ქალს რომ სცოდნოდა ჭეშმარიტება, კერძოდ რომ მისი არსებობა არ არის დამოკიდებული მისი სხეულის არსებობაზე და ის კვლავ იარსებებს არა მხოლოდ 50 წლის განმავლობაში, არამედ მთელი მარადისობა, მაშინ ის არ იგრძნობდა ასეთ შიშს და ბრაზს. იმის გაცნობიერებას, რომ შენ ხარ მარადიული და არ მოკვდები, როცა შენი სხეული მოკვდება, ნამდვილად მოაქვს განთავისუფლება. არაფერია ამ ქვეყნად სიკვდილზე უფრო გარდაუვალი და არაფერს მოაქვს იმდენი ტანჯვა, როგორც სიკვდილს. იტანჯება მომაკვდავიც და მომაკვდავზე მიჯაჭვული ადამიანებიც, ნათესავები იქნებიან, თუ საყვარელი ადამიანები. თუმცა მთელი ეს გაუმართლებელი ტანჯვა უმეცრების შედეგია. ჩვენი სხეულები კვდება დაბადების მომენტიდან. როდესაც სხეული იზრდება, მით უფრო უახლოვდებით სხეულის სიკვდილს. პარადოქსია, ხომ? ჩვენ თანდათან ვიწყებთ სიკვდილის გარდაუვალობის გაცნობიერებას, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს აზრი თავიდან ამოვიგდოთ და დავივიწყოთ. ჩვენ ისე ვიქცევით, თითქოს სამუდამოდ ვიქნებით ამ მატერიალურ, უხეშ სხეულში. ჩვენ გულმოდგინეთ და კეთილსინდისიერად ვაშენებთ ჩვენს პატარა სამეფოებს, შემდეგ სრდასრულ ასაკში შესვლისას, უმეტესობა ჩვენგანი განიცდის რაიმე სახის კრიზისს. ხვდება, რომ ახალგაზრდობის დრო სამუდამოდ წავიდა. დრო გადის და სწრაფად გარბის. ჩვენ უფრო და უფრო ძლიერად ვგრძნობთ ჩვენი არსებობის სისუსტეს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ დავივიწყოთ იგი. ჩვენ ვაგრძელებთ აქ ცხოვრებას, თითქოს ეს შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს. ჩვენ უბრალოდ გვინდა არსებობა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენი არასწორი იდენტიფიკაცია სხეულთან და იმის ცოდნა, რომ სხეული საბოლოოდ შეწყვეტს არსებობას, შერწყმულია ჩვენი არსებობის სურვილთან. ეს გვაიძულებს ვეცადოთ ამოვაგდოთ აზრი ჩვენი სხეულის გარდაუვალი დასასრულის შესახებ ჩვენი გონებიდან. იმისთვის, ვინც შეცდომით საკუთარ თავს სხეულთან აიგივებს, გახსენება, რომ სხეული ერთ დღეს შეწყვეტს არსებობას, ტოლფასია იმის ფიქრის, რომ ის თავადაც ერთ დღეს შეწყვეტს არსებობას. ასეთი აზრები იწვევს ძლიერ შფოთვას, ბრაზს და დაბნეულობას. რატომ არის ყველაფერი ასე მოწყობილი? გვიჩნდება კითხვა და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ განვდევნოთ სიკვდილზე ფიქრები. ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ სხვა ადამიანები კვდებიან და მხოლოდ სხვებს აქვთ უბედური შემთხვევები, თითქოს მხოლოდ ისინი ავადდებიან კიბოთი და ასე შემდეგ ვცდილობთ ვიცხოვროთ ბედნიერი ცხოვრებით, უდარდელად. მაგრამ სადღაც ქვეცნობიერში ყოველთვის გვაქვს სიკვდილის შიში. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ შფოთვას, როგორც წესი, არც კი ვაცნობიერებთ ამის მიზეზს. ეს შფოთვა შეიძლება ამოვიდეს ზედაპირზე, როდესაც ექიმის კაბინეტში მიდიხართ იმის გასარკვევად, თუ რით ხართ დაავადებული. მიუხედავად იმისა, რომ ექიმს ჯერ არ უთქვამს გამოკვლევის შედეგები, თქვენ უკვე სწუხ ხართ და ფიქრობთ, რამდენად სერიოზულია ჩემი დაავადება. და თქვენ ბოლომდე არასოდეს ხართ მზად მოსასმენად ექიმის სიტყვებისა, რომელიც გეუბნებათ, იძულებული ვარ სიმართლე გითხრათ, თქვენ დიდი ხნის სიცოცხლე არ დაგრჩათ. თქვენთვის რო ეცნობებინაც, რომ სასიკვდილო დაავადება გაქვთ, ალბათ წამოიძახებდით. რა? ნუ თუ მე მოვკვდები, არა, ეს ასე არ არის, ეს ტყუილია. მაგრამ რა არის ამაში გასაკვირი? რატომ არის ასეთი მოულოდნელი ექიმის განცხადება თქვენი მოახლოებული სიკვდილის შესახებ? შენ იცი, რომ ყველა მოკვდება. შენ იცი, მაგრამ ეს ცოდნა გონებიდან ამოაგდე კაიხნის უკან. სხეულის დატოვების არსურვილი თუ უცოდინარი ხართ, მიგაჯაჭვებთ სხეულზე. თქვენ არასოდეს მოგინდებათ მასთან განშორება. მაშინაც კი, თუ სხეული მთლიანად განადგურებულია კიბოთი ან სხვა დაავადებით, თქვენ მაინც ჩაიჭიდებით მას, თითქოს ეს იყოს უდიდესი ღირებულება. ამჟამად მილიონობით ადამიანი საავადმყოფოებში მთელს მსოფლიოში ცდილობს მიეწებოს თავის სასიკვდილოდ დაავადებულ სხეულებს. გაითავისოს ექიმების დამამშვიდებელი სიტყვების ტყუილი იმედები, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ სხეულის ნგრევის ფაქტის გაგება ან მიღება.
არც ისე დიდი ხნის წინ ჩემს ერთ ნაცნობს, რომლის სხეული მხოლოდ 28 წლის იყო, ლეიკემიის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფორმა დაუდგინეს. ექიმებმა თქვეს, რომ მას 6-8 კვირა დარჩა, თუ ქიმიოთერაპიას არ გაივლიდა. და თუ ამ მკურნალობას გაივლის, ალბათ კიდევ 1-2 წელი იცოცხლებს. მას სურდა სხეულზე ბოლომდე მიჯაჭვულიყო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. იგი დათანხმდა ქიმიოთერაპიის კურსს. თუმცა ამ მკურნალობამ უფრო გაანადგურა მისი ორგანიზმის უნარი, ებრძოლა ინფექციისთვის და მხოლოდ 2 კვირის მერე საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ ის მოკვდა. სიცოცხლის ბოლო 16 საათშიც კი, როდესაც მისი სხეულის ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო და პულსი ძალიან სუსტდებოდა. ექიმები განაგრძობდნენ მის დარწმუნებას სხეულზე მიმაგრებისკენ. აი რა ბოლო სიტყვები მოისმინა ექიმისგან, ნუ ღელავ, მალე ისევ ჯანმრთელი და მხიარული იქნები. პაციენტმა კი იცოდა ამ სიტყვების სიცრუე და გარდაიცვალა. მაშინაც კი თუ მოგვინდება სხეულში დარჩენა, სულ ერთია, ჩვენ მაინც ვერ მივახცეთ წარმატებას ამ მხრივ. საკმარისია დაეშვათ ციცაბო გორიდან სიკვდილის მიმართულებით და ეს მოძრაობა ჩასახვის მომენტში იწყება და ვეღარ შეძლებთ ამის თავიდან აცილებას. მეცნიერებმა იციან ეს. მაქსიმუმი, რასაც შეიძლება დაეყრდნონ, არის დაღმართზე დროის უმნიშვნელო ზრდას. ისინი ამას სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას უწოდებენ. მთელი ეს სიცოცხლის გახანგრძლივების ინდუსტრია და ასევე მოძრაობა, დამყარებული იდეაზე, პოზიტიური აზროვნება, ისეთი მასშტაბური გახდა და შეიძინა იმ ხელა ძალა, რომ ბევრ ჩვენგანს ნამდვილად სურს სამუდამოდ დარჩენა ჩვენს სხეულში. და მიზეზი, რის გამოც ჩვენ ასე ძალადობრივად ვეჭიდებით ჩვენს სხეულებს, არის ის, რომ ჩვენ გვსურს არსებობა და სულელურად ვფიქრობთ, რომ ჩვენი სხეულის გარეშე ვერ ვიარსებებთ. ამ სხეულში მცხოვრებნი, ჩვენ ვეჯაჭვებით ადამიანებს და ნივთებს. სიკვდილის დროს კი ძალიან ვიტანჯებით იმით, რომ წყდება კავშირი ყველაფერთან და ყველასთან, ვინც და რაც გვიყვარს. გვიჭირს განშორება. არსებობის შეწყვეტა ასევე ნიშნავს ყველა ურთიერთობის შეწყვეტას, რამე თუ ურთიერთობები შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ ურთიერთობების ობიექტები. ამიტომ ჩვენ სასიკვდილო სარეცელზე ძალიან ვწუხართ, რომ ყველა ჩვენი ურთიერთობა მალე უნდა დასრულდეს. მაგრამ ჩვენი ტანჯვა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ შფოთვით, რომელიც გვაწუხებს მთელი ცხოვრების მანძილზე და მწუხარებით, რომელიც გვესტუმრება ჩვენს სასიკვდილო სარეცელზე. ეს მას შემდეგაც გრძელდება, რაც უკვე მკვდრად ჩაგვთვლიან. ჩვენ გვაგდებენ სხეულიდან ისე, როგორც სასტიკი მასპინძელი აკრის უიღბლო სტუმარს მის მიერ დაკავებული ბინიდან. ეს მიგვიყვანს დიდ დაბნეულობამდე. ჩვენ არ ვიცით ვინ ვართ, რადგან ის სხეული, რომელთანაც გავიგივდით, აღარ არის. არ ვიცით სად ვართ, რატომ ვართ აქ და სად მივდივართ. ვინაიდან ამ მოგზაურობისთვის არ მოვემზადეთ, რადგან არც კი ვიცოდით, რომ არსებობას გავაგრძელებდით და ამიტომ უღრან-ტყეში დაკარგულებივით ვართ. და როგორც სიცოცხლის დროს უხეში მატერიალური ძალები გვაგდებდნენ წინ და უკან, ასევე სიკვდილის შემდეგ ჩვენ გვაგდებენ წინ და უკან დახვეწილი მატერიალური ძალები. თუ მომაკვდავ ადამიანთან მიჯაჭვულები ვართ და მის არსებას ვაიგივებთ მის სხეულთან, რომელიც მას ეკუთვნის, მაშინ ჩვენც დიდად დავიტანჯებით. ფიქრი, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენ გვიყვარს, მალე შეწყვეტს არსებობას, სასოწარკვეთილებით გვავსებს. ძლიერი კაცები, თავშეკავებული ქალები, მეგობრები, ნათესავები, ჩვენ ყველანი უკონტროლოდ ვტირით მომაკვდავი საყვარელი ადამიანების საწოლთან. ერთხელ წავიკითხე ახალგაზრდა დედის შესახებ, რომელიც მწარე, გაბრაზებული ცრემლებით ატირდა 15 წლის შვილის სიკვდილის გამო. იგი წუხდა, რომ ეხლახან დაიწყო მისი ცხოვრება და მაშინვე დასრულდა. იმის გამო, რომ მას ეგონა, მისი შვილის არსებობა დაბადებიდან დაიწყო და სიკვდილის შემდეგ დასრულდა, ძლიერმა სიბრაზეს გრძნობამ მოიცვა იმის გამო, რომ მისი სიცოცხლე გაწყდა, მან არ იცოდა, რომ იმ ადამიანის არსებობა, ვინც დროებით ასრულებდა მისი შვილის როლს, არ დაწყებულა დაბადების მომენტში და არ დასრულებულა სიკვდილის მომენტში. ფაქტობრივად მისი შვილის სიცოცხლე კი არ გაწყდა, არამედ ამ მეს მიერ მისი შვილის როლის შესრულება შეჩერდა. სიცოცხლის მეს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. მე იგივე სასიცოცხლო ნაწილაკი ყოველთვის არსებობს. როგორ შეიძლება მისი არსებობის გაწყვეტა? უცოდინარობა გვაიძულებს ვიტანჯოთ, თუმცა ამისი არანაირი მიზეზი არ არსებობს. მათი ტანჯვა, ვინც თავისი საყვარელი ადამიანების ცხედრებს საკუთარ თავთან აიგივებს, აღუწერელია. ეს ცნობილია მათთვის, ვინც განიცადა ეს ტანჯვა, დანარჩენებმა ამის შესახებ არაფერი იციან. ეს აშკარა ფაქტია. ბევრი ტანჯვაა დაკავშირებული სიკვდილთან. მაგრამ სიკვდილი არაა მათი ტანჯვის ნამდვილი მიზეზი.
სინამდვილეში, ტანჯვის მიზეზი არის უმეცრება, საკუთარი თავის სხეულთან არასწორი იდენტიფიკაცია. დიდია უმეცრებით გამოწვეული ტანჯვა, მაგრამ იმდენადვე დიდია სიხარული, რომელიც ბუნებრივად ჩნდება, როცა უმეცრების ბორკილები წყდება. რაც უფრო მძიმეა ტვირთი, მით უფრო ძლიერია შვების განცდა ამ ტვირთის მოხსნისას. შიშისა და ტკივილისგან გულის გათავისუფლება ქმნის ჭეშმარიტი თავისუფლების, ჭეშმარიტი განთავისუფლების განცდას. როგორც შეუძლებელია უმეცრებით გამოწვეული ტანჯვის აღწერა, ასევე შეუძლებელია სიბრძნით დაბადებული სიხარულის აღწერა. მან ვინც იცის, რომ სინამდვილეში ადამიანი, ანუ მისი ჭეშმარიტი მე, არის მარადიული, მუდმივი, გაუნადგურებელი სიცოცხლის ელემენტის ურღვევი ნაწილაკი, რომელიც მხოლოდ დროებით ბინადრობს მატერიალურ სხეულში. მას ვერ გადალახავს ვერც საკუთარი სიკვდილის და ვერც საყვარელი ადამიანების სიკვდილი. და ბოლოს გახსოვდეთ, რომ სიკვდილი, ახალი ცხოვრების გაგრძელებაა, მიიღეთ ის როგორც სიცოცხლე.